ხმაურია ამ წუთებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის არჩევნები მიმდინარეობს. დღეს რექტორობის კანდიდატებს უსმენენ. სტუდენტები ქართული ოცნების წევრის ტიტე აროშიძის კანდიდატურას აპროტესტებენ. თეავა შალომიძე გვეტყვისა, თუ რა ხდება ამ წუთებში ბათუმის უნივერსიტეტში. თეაგისმეთ. დიახ, მიშა ხმაურის ფონზე უწევს აკადემიურ საბჭოს მოусმინოს რექტორობის კანდიდატს ტიტე აროშიძეს. სწორედ აი ამ კარის უკან მიმდინარეობს აკადემიური საბჭოს ხდომა. სტუდენტები აპროტესტებენ რექტორობის პოსტზე ტიტე აროშიძის კანდიდატურას. იგი არის ქართული ოცნების წევრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი დეპუტატი და სტუდენტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი აკადემიური საბჭო დაამტკიცებს და აირჩევს რექტორად ტიტე აროშიძეს, ქართული ოცნების მარწუხები კვლავ განვითარდება უნივერსიტეტში და მოექცევა ზეგავლენის ქვეშ და ეს აწუხებს სტუდენტებს და ისინი რამდენიმე საათია, უკვე 2 საათია უნივერსიტეტში ამასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. სტუდენტები შეიკრიბნენ უნივერსიტეტში, ჯერ ეზოში, შემდეგ შენობაში და აქვე მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც აპროტესტებენ ტიტე აროშიძის კანდიდატურას, სტუდენტებს დაუპირისპირა ქართულმა ოცნებამ, მათი მხარდამჭერები აქ მოიყვანეს. ქართული ოცნების წევრები, მხარდამჭერები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები და დაუპირისპირა სტუდენტებს. თქვენ ახლა შეგიძლიათ მოისმინოთ ის ხმაური, რომელიც რამდენიმე წუთია უნივერსიტეტში გრძელდება. რაშიც გამოხატა? რაკი დამიკროთ? მეცინება. სასაცილოა ყველაფერი. აციონალებზე გვეცი. სასაცილოა. აი ეს ყველაფერი სასაცილოა შეწყული. რატო? არა, ესენი, აი ეს რასაც იქნება, როგორც იქნება, ეს რას იხული. მაგიტო ხართ მაგარი ტიპები თქვენ რომ კარებზე ხელს ურტყა. აპროტესტები სასაცილოები ხალხი დაგცინით. ახლა და შეგიძლიათ. ხო, ადი, თავი დაგვანებენ. უნივერსიტეტს თავი გაანებენ. თქვენ საწავლო. ვაპროტესტებთ იმას, რომ ამ უნივერსიტეტის გარუსებაც უნდა უკვე ირაკლი კობახიძეს ტიტე აროშიძის სახით მოგვიყვანეს პარტიული თვით აღიარებული დეპუტატი და დაგვიდასტურეს ის, რომ ეს უნივერსიტეტი წლების განმავლობაში იმართებოდა სწორედ პარტიისგან, ქართული ოცნებისგან და ახლა სურთ ტიტე აროშიძის სახით დაიწყონ რეპრესიები ამ უნივერსიტეტში, მაგრამ მოუწევთ ხმაურის და სირცხვილის ფონზე ჩაატარონ ეს არჩევნები. ამიტომ ამ უნივერსიტეტში ფიზიკურად ვერ იქნება რექტორის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ქვეყნის ბედი. დღევანდელ დღეს ჩვენ სტუდენტები ვდგავართ წერთ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ბედს. ის ვერასოდეს ვერ იქნება უნივერსიტეტის სრულფასოვანი, სრულუფლებიანი რექტორი და ეს სტუდენტები ოსნოდ მიაღწევთ შედეგს და ჩვენი ეს პროტესტი ოსნოდ გამოიღებს შედეგს და ბატონ ტიტე მინდა ძალიან კარგად გაიგოთ, რომ თქვენ არასდროს იქნებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლეგიტიმური რექტორი. სურვილი მქონდა როგორც აკადემიურ პერსონალს პირადად არ ვიცნობ რექტორების კანდიდატებს და მინდოდა რომ პროცესს დავსწრებოდი და ამისი სამართლებრივი უფლება მქონდა, მაგრამ არ მოგცეს ამისი საშუალება. აკადემიური საბჭოს 11 წევრი ირჩევს რექტორს, სულ დარეგისტრირებული არის 2 კანდიდატი, ბიოლოგიის დოქტორი არჩილ გუჩმანიძე და როგორც გითხარით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ტიტე აროშიძე და აქვე მინდა გითხრათ, რომ ეს და ტიტე აროშიძეს ხმა უნდა მისცეს აკადემიური საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მისმა ძმამ, რომელიც აკადემიური საბჭოს წევრია. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. არჩევნები რამდენიმე წუთში გაიმართება.